მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო, დღეს ვიწყებთ After Effects-ის სწავლას. პირველ რიგში გვჭირდება საკუთარი აპლიკაცია After Effects, რომლის დათრევის ორი გზა არსებობს. პირველი ვყიდულობთ და თვეში ვხდით $23 და მეორე ვიწერთ ჩუმად პირატული საიტებიდან უფასოდ დაკრეკილ ვერსიას. როდესაც დაკრეკილ ვერსიას ჩავიწერთ და დავაინსტალირებთ და გავხსნით და შევხედავთ, დავინახოთ ზუსტად ასეთ რაღაცას დაახლოებით. პირველი, რაც ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ რაღაც მასალა გვჭირდება. რაზეც უნდა ვიმუშაოთ ამ აპლიკაციაში, ამ პროგრამაში. მთელი მუღამი ეგ არის. მასალის გარეშე ამ პროგრამას აზრი არ აქვს. რავი, აი გავხსენე და ვუყუროთ ეს მაშინ და შო. აი წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაცა, მე ესეთი მეტაფორა მოვიფიქრე. მაგალითად, ქშია ძალიან, გინდა რაღაც მოავზადო გემრიელი, მაგრამ არაფერი არ გაქვს სახლში. რას აკეთებ პირველი? თრეულობთ ინგრედიენტებს. ხო და იმ მასალას, რომელიც აქ უნდა შემოვიტანოთ, ვიდეო იქნება, ფოტო, მუსიკა, გრაფიკა თუ ასე შემდეგ, ვუყურებ როგორც ინგრედიენტებს. საჭმელი რომ უნდა გააკეთო. ხო და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი ვიდეოები ჩავყაროთ ამაში, ან შეგვიძლია უფასო ვიდეოები ჩავიწეროთ. მაგასაც ერთად ნახოთ, სად არის ეს უფასო ვიდეოები და რაზე უნდა ვივარჯიშოთ. როცა გახსნით, პირდაპირ გული არ გაგისხდეთ, იმიტომ რომ მომენტ მეც არ ვიცი ყველაფერი ჯერ. მაგრამ ისეთი რთულიც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. და მომენტ რთული არაფერი არ არის ცხოვრებაში. ან სირთულეში გულისხმობა ის, რომ რაღაცას სჭირდება ბევრი დრო და რაღაცას სჭირდება ცოტა დრო. ეგრე არ არის? იმენა ეგრე არის. ან მაგალითად აი After Effects-ის სწავლა რო ავიღოთ, ანუ რთული რატო არის? უბრალოდ დრო უნდა და უნდა იწვალო და ბევრი დრო დახარჯოთ, თორემ მორჩა მეტი არაფერი. სირთულეში ეგ გულისხმობა, ასე რომ არ შეგეშინეთ ამ რაღაცეების, მაგალითად ანიმაცია, ან ეფექტები, ლეიერები, ესენი არც მე არ ვიცი, ჯერ ბოლომდე რა რეებია. თუმცა ყველაფრის დამოყენება შეიძლება. მოკლედ გილოცავთ უკვე ჩავიწერეთ და შემდეგ გაკვეთილზე, შემდეგ ლექციაზე, ლექცია უფრო მაგარი სიტყვა არა. შემდეგ ლექციაზე უკვე ვისწავლით როგორ უნდა ჩავყაროთ რაღაცეები, ინგრედიენტები როგორ უნდა მოვხოდოთ.